ამასობაში 7 მარტი საღამოა და მიშა, სირია, ტრამპი და რუსეთ-უკრაინის ომი იქნება ამ ვიდეოს თემა. სანამ ყურებას გააგრძელებთ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, აგრეთვე გირჩევთ გამოიწეროთ ჩემი ტელეგრამ არხი. აი ხა სირიაში რაც ხდება იმ ვიდეოებს ვერცეთ სხვა რესურსზე ვერ ავტვირთავ რა. ტელეგრამზე ცენზურა არ არის და ხომ აი სისასტიკეის კადრები მხოლოდ იქ შეიძლება გავაოცელოთ. ხო, აგრეთვე თხოვნა იქნება გამომწერების მიმართ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. ახლა 650 გამომწერი მყავს 1000-ზე მინდა ასვლა. 1000-ზე ასვლის შემთხვევაში ირთვება მონეტიზაცია. ხო და მაინტერესებს რა. ნუ ახლა შემოსავალი რაღაც კაპიკები იქნება, ახლა თვეში ალბათ 1-20 ლარი მაქსიმუმ, მაგრამ თვითონ ეს მონეტიზაციის პროცესი როგორ არის და როგორ ხდება, ეგ უფრო მაინტერესებს რა. ნუ დაიზარებთ რა უნდა ახლა გადახვალთ, გამოიწერთ და განსაკუთრებით საზღვარგარეთ ვინც ხართ, იმათ გთხოვდით. ხო, იმიტომ რომ როგორც იძახიან საზღვარგარეთიდან ნაყვები უფრო მეტად ფასოვსო და ნახოთ ეგეც მაინტერესებს რა. ხო, და რა თქმა უნდა, არხის თანადგომის სურვილებმა გააკეთეთ დონაციები ანგარიშის ნომრებით დევს პროფილზე და კომენტებშიც ვაგდებ ხოლმე. ხო, მიშათი დავიწყოთ ეს ჩვენი ფრიმიშა განცხადება გავცელდა და რაღაც ზეთუნახავი ვარო 4 წელია ზიშუქი არ მინახილაო და რაღაც წუწუნებდა თუ რაღაცა და მე მგონი მართლა უსამართლოა ეგ კაცი რომ 4 წელი ამ ივანეთში ყავს გამოკეტილი და რავი გადაიყვანონ რა სადმე ნორმალურ პენიტენციარულ დაწესებულებაში ციხე იქნება თუ ზონა რა ვიცი იქ გაივლის გამოივლის მუხს გაშლის სისხლს დაინახავს არის ივანეთში პალატაში გიჟივით რო ყავს გამოკეტილი ხო რას ფიქრობთ ამ თემაზე დაწერეთ კომენტებში ხო, სირიაში ხდება ძალიან ესეთი ცუდი და მძიმე ამბები. მოკლედ, რამოდენიმე თვის წინ ასადი ჩამოაგდეს სირიაში და მოვიდნენ პროტურკული ძალები ხელისუფლების სათავეში. ნუ, ყოფილი ტერორისტები, ჯიხადისტები, მოკლედ რა. რომელსაც თქვენს რომ ეხლა ჩვენ გამოვსწორდითო და დემოკრატები ვართო და ხო, ჩვენთანაც ერთი ამბავი იყო ატეხილი, აი სირიის დემოკრატიზაცია, ეს დიქტატორი ასადი გააგდეს და შემდეგ ევროპაში გამოსვლები იყო სირიელები, ზეიმობდნენ რაღაცები, მაგრამ რაღაც მშვიდობა მე მგონი არ დაისადგურა ყველაფერი ამის მერე სირიაში და სამართლიანობა უნდა. ხო. და სხვათა შორის აქ რო ვიღაცები იძახდნენ რომ აი ხელისუფლება რო შეიცვლება სირია აფხაზეთის აღიარებას გააუქმებსო და მე რო ვიძახდი რომ არა არ მოხდება ეგ თქო, ხო, მაგადაც მართალი აღმოჩნდი. არ გააუქმეს აფხაზეთის აღიარება, არც ამახალმა პროტურკულმა ხელისუფლებამ. ხო, მოკლედ რა მოხდა იყო ახლა ამ ბოლო ძალადობის მიზეზი, არ ვიცი სიმართლედ პროვოცირება რა მოახდინა, მაგრამ მოკლედ სერიოზული შეტაკებები დაიწყო სირიის ალავიტ მოსახლეობასა და სუნიტებს შორის რა. ეს პროტურკული ისინი არიან სუნიტები. ალავიტებიც მუსულმანებია, მაგრამ ეგ ლაითი მუსულმანებია, ხო? აი სვეტსკი მუსულმანები. და პლუს მიდის შეტევა დრუზებზე და ქრისტიანებზე. მოკლედ ერთი მხარეს არიან ალავიტები, დრუზები და ქრისტიანები და მეორე მხარეს ეს პროტურკული დაჯგუფებები ახლა ხელისუფლებაში ვინც არის, მოკლედ სუნიტური ყოფილი ჯიხადისტები რა. ხო და ისეთი კადრები ვცელდება რომ აი უსასტიკესი რა, ნუ გენოციდი მიდის ამ ალავიტების, ქრისტიანების და დრუზების ერასაც უყურე რა. ჩვეულებრივ მთელი სოფლები ამოხოცეს რა. კაცებიც, ქალებიც. რავი კადრებია ესე 4-ზე დაყენებული ყავთ, ხალხი დაატარებენ, აყეფებენ, მერე ხორცავენ. ნუ აი არაფერში რო ვაჟდება, არანაირი ადამიანობის იმაში რა. ესეთი კადრები ვცელდება და ათეულობით არის ესეთი მსხვერპლი და რა ვიცი ეს თუ რაღაცნაირად არ გაჩერდა, ნუ ძალაც იმათ მხარეს არის და მეტნიც არიან და ამ ალავიტებს, იქაურ ქრისტიანებს და დრუზებს გაწყვიტავენ რა. ხო, ესეთი ამბებია სირიაში. ხო, ეხლა ტრამპმა რა თქვა, მოკლედ ტრამპი სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი და ამჯერად რუსებს დაუქნია სერიოზულად თითი.
რომ რაღაც სერიოზულ სანქციებს და იმას განვიხილავო, რომ აიძულო რუსები, რომ ცეცხლი შეწყვიტონ და გაჩერდნენ. პოსტის დასაწყისში თქვა, რომ ფრონტის მთელ სიგრძეზე უბრახუნებენ უკრაინელებსო რა. ხო და რა ვიცი, რაღაცები უნდა დავაწესო, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ცეცხლიო და ორივე მხარეს უკრაინასა და რუსეთსაც უთხრა სანამდროა დაჯექით მოლაპარაკებების მაგიდაზეო რა. ხო, ეხლა რატო იყო ეხლა რუსებზე ესე გაბრაზებული ტრამპი ჩემი აზრით რა, მოკლედ ეს რუსების არაკეტო დარტყმა არ ესიამოვნა როგორც ჩანს დღევანდელი რა. ტრამპი მშვიდობას აწვება რუსებმა უცებ აქვს არაკეტო დარტყმა და რაც მთავარია კურსკის ოლქში აქვს სერიოზული შეტევა დაწყებული რუსებს. წარმატებით მიდის ეს ოპერაცია და არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მოკლე ხანში მოახერხონ კურსკის ოლქიდან უკრაინელების გამოდევნა. ისია საქმე, რომ შეიძლება უკრაინელებმა სხვა გზა არ იყოს და თვითონვე დაიწყონ უკან დახევა რა. ხო და ეს ტრამპის სამშვიდობო გეგმებს ჩემი აზრით მნიშვნელოვნად არევს რა. ხა რუსეთმა თუ თავისით მოახერხა კურსკის ოლქის დაბრუნება, მერე ხო რაღაცა უფრო მეტი მოთხოვნები ექნება რა. უნებრივია. ანუ ის კოზირი რაც უკრაინულ მხარეს ჰქონდა, უკრაინას გამოეცლება პირიქით. რუსეთს ეკენეთის კოზირი გახდება ეგ ყველაფერი სუმის ოლქში რაც თუ შეიჭრებიან და ხო შესაბამისად მოთხოვნები იქნება უფრო ხისტი რუსეთის მხრიდან და ტრამპმა იმასაც ძლივს ახერხებს, რომ ამ პირობებზე დაითანხმოს ზელენსკი და მერე საერთოდ გაუჭირდება კიდევ უფრო გაუარესებულ პირობებზე დათანხმება. ანუ ტრამპის სამშვიდობო გეგმა შეიძლება საერთოდ ჩაიშალოს რა, აქედან გამომდინარე. და უკვე ხო, მაშინ ამერიკას საერთოდ გვერდზე გაწევა მოუწევს და ხო, უკრაინა და ევროპა გააგრძელებენ ომს რუსეთთან რა. ვათაშორის დღეს პოლონეთის პრემიერის ტუსკის გამოსვლა იყო, პრეზიდენტის უბრალოდ გამოსვლა იყო პოლონეთის პარლამენტში და იმანაც პოლონელებს გამოუცხადა, რომ ხო, ომისთვის მოემზადეთო რა. ჯარი უნდა გავზადოთ 200,000-დან 500,000-მდე, იქ რაღაც სამხედრო ხარჯები ისა ესა, ყველა უნდა დადგესო კომისარიატში აღრიცხვაზეო. მაგას ნიშნავდა რა, რომ პოლონეთით საფრანგეთის არ იყოს ომს აპირებს. ხო და რა ვიცი, ტრამპის სამშვიდობო გეგმა საბოლოოდ თუ ჩაიშალა, მერე წავა რაც წავა. აქამდე რაც იყო ჟურნალად მოგვეჩვენება. ესეთი ამბებია მოკლედ.